თმის ღერის ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით საპატიმროში მყოფი ნიკა კაცია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი არ იყო. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ორი ექსპერტი დაიკითხა. ჟურნალისტს 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ემუქრება. კაციას მსგავსად იგივეს ედავებოდნენ გიორგი ახობაძესაც, რომელიც 6 აგვისტოს საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გამარტყდა. ოხანაშვილი მდინარაძე დაპირისპირებულია კალაძესთან და კალაძეს თვითონ წამოაყვირა ახლა რომ ჩამოვიყვანეთ, არადა სუსის ვერსია აბსოლუტურად სხვა არის. ამბობს ლევან ხაბეიშვილი და კალაძის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. დღეს კახა კალაძემ ბაჩიაშვილის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ის უცხო ქვეყნიდან იყო ჩამოყვანილი. მისი განცხადება განსხვავდება სუსის ვერსიისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთზე მიმდებარედ გადაადგილდებოდა და იქ დააკავეს. მამუკა ხაზარაძისთვის შეფარდებული 8 თვიანი პატიმრობა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. განაჩენი პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმე საათის წინ ჩაბარდა. ელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებოდნენ. ფინეთის ეროვნულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა ნავთობ ტანკერის კაპიტანს დავით ვადაჭკორიას და მის ორ თანაშემწეს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდათ. მათ დეკემბერში ფინეთის ყურეში წყალქვეშა კაბელების დაზიანებას ედავებიან.